ყველაზე ემოციური ჩემთვის როგორც დედისთვის იყო ემიგრანტი ქალის ერთ-ერთი კონსულტაცია. მოძალადე მეუღლე, მამა ამ შემთხვევაში არ აძლევდა შვილს დედასთან სატელეფონო კომუნიკაციის შესაძლებლობას იქამდე, სანამ დედა გარკვეული რაოდენობის თანხას სისტემატიურად არ ჩარიცხავდა მოძალადე ქმრის ანგარიშზე და ეს არ იყო რა თქმა უნდა ეხა თანხა ბავშვის სარჩენი, ეს იყო რაღაცა იმაზე მეტი და ხო იცოდა როგორც მსხვერპლმა ასევე მოძალადემ, რომ ეს არ იყო ბავშვის სარჩენი თანხა, რასაც ეს ისედაც დარწმუნებული ვარ რომ ახორციელებდა. ყველაზე მძიმე ამბები არის ხოლმე ცოტა დაფარული და ხო ძალიან რაღაცა ემოციურია ეხლა ფიქრობ ნებისმიერი დედისთვის არ აქვს ახლა მნიშვნელობა სოციალური მუშაკი იქნება იურისტი თუ ფსიქოლოგი ხო, როდესაც რაღაცა შენ შვილთან საუბარში გიწევს თანხის გადახდა და